ვითხოვთ სულთა ჰაერს, რომელიც მართლა ჩვენ უხდება, რომელიც სამწუხაროდ არ გვაქვს, ები აღარ გვაქვს აღმაშენებლის გამზირზე, გვაქვს მხოლოდ გამონაყოფი. ანუ ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქალაქის ხელისუფლება გააუმჯობესებს ჩვენს გარემოს. ბავშვებს როგორ უხსნით ნანა, რას აკეთებენ ლიზა და ნიკა? ბავშვებმა იციან, რომ ეზოში ვერ გამოდიან სათამაშოდ, იმიტომ რომ ძალიან დაბინძურებულია და რომ სასეირნო სხვაგან მიყვარს. ან უკვე იციან, უკვე გადაიტანეს ეს, რომ აქ არის ბინძური ჰაერი და არ შეიძლება დიდხანს ქუჩაში ყოფნა. ბავშვებს ჩვენ ესე ჩვენ არ გვინდა რომ როგორ ფიქრობთ, თქვენ ბავშვებს უყვართ აქ ცხოვრება, უნდათ პრეხანაზე? იცით რა არის? ჯერჯერობით ისინი პატარები არიან და ჯერ ვერ ხდებიან. ბავშვებში მე მეშინია ეს ცხოვრება. მათი ქუჩაში გამოყვანა და სეირნობა ქუჩაში არ შემიძლია მეშინია. წარადგინეთ თქვენი თავი. ნანა ვიგანიშვილი ჟურნალისტი. მადლობა. ისა ერთი-ორი ადამიანი შემოტრიალით, თორე რაღაცა ზურგით ვარ და ორი სიტყვა მითხარ. ზოგადად? გრიპის გადაწყვეტა ჯგუფი უერთდება სამოქალაქო სოლიდარობის აქციას. ჩვენ ვართ დღეს მანჯაშვილის მოედანზე, ვინაიდან ვართ გარემოსდაცველი და პროექტის ხოლისა ამ საკითხზე გამოვხდა ჩვენ პროტესტს. თუმცა რაღაც მანჯაშვილის დაბადების შოუანი არის, რომ ერთი უფლების დარღვევა, მეორე უფლების დარღვევას თავისთავად განაპირობებს და რეალურად რაც შეეხება გარემოსდაცვას, ხელისუფლებას უარი აქვს დეკლარირებულად, გაცხადებულად დადგომი გარემოსდაცვაზე, რითიც წირავს ის ასევე ადამიანების სიცოცხლეს. აი ასე გარემო არ აინტერესებს ჩვენ თავრობას და მოსახლეობას, როგორც ხედავთ, აინტერესებს და ნახე რამდენი ადამიანი მოვიდა იმისთვის, რომ გამოვხატოს პროტესტი. და ეს არიან ის ადამიანები, ვისაც აწუხებს რა გარემოში იცხოვრებენ მათი შვილები. ან მოვედი ამ შაბათ დღეს აქ, იმიტომ რომ მინდა დავიცვა ჩემი უფლებები პირველ რიგში. ხო და ეს ძალიან ახლოს დგას იმ გარემოს დაცვასთან, რომელზეც მთელი ამდენი ხალხი შევიკრიბე. ჩვენ ვაპროტესტებთ ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ეხება ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში შეტანილ ცვლილებებს. ფაქტიურად ამით ეთხრება მთლიანად ქვეყანას საფუძველი, იმიტომ რომ ის უფლება ეძლევა დააბინძუროს ჰაერი, ოჭრას ხეები და არ ვიცი, რაც შეიძლება ადამიანმა მზაკრული რაღაცა გაუკეთოს საკუთარ ქვეყანას უკანასკნელი ცვლილებებით, აი ეს ხორციელდება და ჩვენ აი შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებთ ხელისუფლებას ხელი აიღოს აი ქმედებებისაგან. ძალიან კარგია, რომ დღეს გარემოსდაცველები შევიკრიბეთ 31 მარტს სოლიდარობის დღეს აქ. ჩვენ სოლიდარობთ ჩვენ გარემოსთან პირველ რიგში და მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდოდა და გამოვაკიდევაც, იმიტომ რომ ისეთი უქცევადი პროცესები დაიწყო გარემოში, როცა ჩვენ შველაჭერდა. ამის ახსნა განმარტება 21 საუკუნეში პარკი, ქალაქი ვერ იარსებებს პარკებისა და სკვერების გარეშე, ხა ამ დონეზე რომ იქნება საუბარი. მე არ ვიცი, მაშინ უფრო რთულ პრობლემებზე როდესაც შეიძლება დავაპარაკებო. აღარ შეიძლება სულთქვა არსებობას გამოწამულია მდინარე მკვდარია, ტყეების ხანძარი უჩნდება და ეს გლობალური დათბობა და ეს ყველაფერი დაიწყო. ის იმას არ ფიქრობ, ეს ბავშვი რომ მოწყავს, როგორ სამყაროში მოწყავს, ელემენტარულად არ დატოვეს აი სულის მოსათქმელი ადგილსა თვალი დატკბება და ფილტრის სუფთა ჰაერს ჩაისვლა.
მადლობა